ბატონო გიგი, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ძალიან საინტერესო მატჩი, მშვიდობის თასის ეგიდით გაიმართა ეს მატჩი, ძალიან ვიცით რომ მშვიდობის თასი ძალიან პოპულარული ტურნირი გახლავთ, მე-13-ით იმართება და ძალიან კარგია ეს ყოველივე. დიახ, აი თქვენმა გუნდმა 0-2 წააგო, აი მეტოქეს ინტერს როგორ შეაფასებით, აი მატჩის მოკლე, ასე ვთქვათ, მიმოხილვა რო გავაკეთოთ, თუ შეიძლება რო გძანოთ. საკმაოდ კარგი გუნდი იყო, დაბალანსებული ორივე ფაზაში, ძაცვაშიც და შეტევაშიც, ეთყობოდათ რომ წვრთნელები მუშაობენ და აქვთ დაგეგმილი თავისი ხედვები და ცდილობდნენ ფეხბურთელებით შეესრულებინათ და ძალიან კარგი შტაბ-ჭრილება დატოვეს როგორც გუნდურად, სტრუქტურულად, ასევე ინდივიდუალურადაც მოთამაშეებმა წარმატებებს უსურვებ, რა თქმა უნდა, მთელ გუნდს და კოლექტივს თლიან სკოლას სხვადასხვა ასაკებშიც, რა თქმა უნდა, ყველას. დიახ, ბატონო გიგი, აი მაინც აი გდანს რა დააკლდა ამ შეხვედრაში წარმატების მიღწევისთვის, ხო? აღსანიშნავია ის, რომ 11-11-ზე თამაშობენ უკვე დიდ ფეხბურთს და ეს ძალიან ხელს უწყობს ბავშვებს, რომ უფრო განვითარდნენ და ახლო მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშონ, ხო? აი ამის შესახებ რო ბრძანოთ თუ შეიძლება. ხო, 11-11 ჩვეულებრივ მოვლენაა, გადავდივართ უკვე 11-11-ზე. არ უწყობს ეს არაფერს ხელს ბავშვის განვითარებას, მაგრამ ჩვეულებრივ პროცესი არის, მომდენო ეტაპები. ამ თამაშსაც შეეხება დაგვაკლდა მომენტების რეალიზება, შევქმნით სხვათა შორის კაი მომენტები და ბევრი მომენტები იყო, სადაც შეიძლებოდა რომ გაგვეტანა გოლი. რეალიზების პრობლემა გქონდათ უბრალოდ, თორე ისე ჩემი გუნდიც კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, იყო რა თქმა უნდა შეცდომები და ძალიან ბევრია სამუშაო და გამოსასწორებელი. რასაც ვეცდებით რომ გავაგრძელოთ სავარჯიშო პროცესში და მე უფრო კარგად გამოვიყურებოდეთ თამაშის პროცესებში, ყველა ფაზაში და ყველა ასპექტში. დიახ, ბატონო გიგი, რაიმე სხვა არ დაამატებდით, აი? არაფერს. საკამოდ კარგი თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდანაც, იყო ძალიან ბევრი მომენტები, სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით მომენტების რეალიზება და გოლის გატანა, მაგრამ მეტოქემ შეძლო და ამიტომაც დავმარცხდით. დიახ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მე მომავალში წარმატებებს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ.